ვაგზელებ ჩემ გამოსვლას მე მინდა ვთქვა რომ ყველაფერი რაც ხდება საქართველოში უთავს თითოეული ქართველის კეთილდღეობას ძალიან მარტივად, აი დღეს მოვისაუბრე იმაზე რომ 150 მაღაროელი გაუშვეს ტყიბულში ამ სამთრაში ახალი წლის წინ სამსახურიდან პრაქტიკულად დატოვეს ჭიერი. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნიშნით იმისა, რაც მოხდა. ეროვნულ ბანკს ამოეწურა რეზერვები, ეროვნულ ბანკის რეზერვების ამოწურვის შემდეგ ლარი გაფრინდება უბრალოდ და ლარი აუცილებლად წავა და შემდეგ 4 ხარის მომენტ დოლარი. მე ვიცი რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩემ პრეზიდენტობის დროს ლარი იყო ლარი და 68 დოლარი უბრალოდ. ლარი და 68. შეხედარით ადელი ახლა და შეიძლება და ასევე სარგაფრინდება. რატო მოხდება ასე? იმიტომ რომ ამ უგეურებამ ამ საქართველოს ყველაზე დაუძინებლივ ფერმატრება ოჯახების შემდგომ ქართული ეკონომიკა მიაბეს რუსულ ეკონომიკას, რუსულ ეკონომიკაში არის ინფლაცია, ესე იგი არის ინფლაცია პლუს სტაგნაცია. ეს ავტომატურად გადმოედება საქართველოს. მათ ჩაგჭრეს დასავლეთისგან, მათ ჩაგჭრეს ჩვენი ბუნებრივი ბაზრებისგან და მიგვაქვს ეკონომიკას, რომელიც თავქუდ მოგრეჯილი მექანება უსკულისკენ. ეს არის რუსული ეკონომიკა, იმიტომ რომ ცირად არის აგებული სამხედრო შეკვეთებზე და ამას აქვს რა თქმა უნდა აქვს თავისი რესურსი. ამის გარდა გერმანიამ გააჩერა 323 მილიონი ევრო ბათუმისთვის, ეს არის ჩემი პროექტი, თავის დროზე ჩვენ გავაკეთეთ ბათუმში წყალი და კანალიზაცია, წამოვიღეთ ეს ფული, KfW-ის ფულია, 2% კრედიტი პრაქტიკულად და იმ ფულის მეშვეობით ბათუმი შესაძლებელია გამხდარიყო 300,000 კაცგერი ქალაქი, ჩამამდე კიდე შეგახსოვოთ, რომ 100,000-ზე ცოტა მეტი ფორობდა წყალი არ ქონდა ხალხ. და აი ეს როგორ მეორე პრაში გავახორციელებ, ბათუმის თავში შეიძლება ცხოვრდეს 500,000 ადამიანი. ეს იმ პირობებში რომ საქართველოს დაბლოკებიან და საქართველოს იქნება ის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ჩვენ გვინდა ყველაფერს წინვალე გასაკუთრებული წარმატებული საქართველოს. რა თქმა უნდა, პოსტკოდური პერიოდის. ახლა ეს ფული არის შეჩერებული. ამ ყველაფერს დაემატება ისიც, რომ ვიზო მიმოსვლა ჯერჯერობით გაუჩერეს ამ ხალხს, ვინც არის, მაგრამ სინამდვილეში გარდა დიპლომატიური პასპორტის პრობლემებისა, აუცილებლად როგორც კი ჩვენ შევეცდებით საფრთხეს მოძრაობას ქუჩაში, უვიზო მიმოსვლა გაუჩერდებოდა და საქართველოს. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ მაშინ იქნება რუსული დიქტატურა, ესე იგი რუსული ჭაშუშებით დაისება საქართველოს და არა რუსულ ჭაშუშებს არ მიცემს პრობლემას ევროპაში თავისუფლად სიარულს. ეს იქნება ევროპის თავდაცვის ღონისძიება, ბელარუსებში არა უვიზო ევროპა. ზუსტად ასევე არ იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპაში ჩვეულებრივ ქართველებსაც. ყველაფერი იქითკენ მიდის. ამიტომ მეგობრებო, ეს არის საუკუნის ანეკდოტი, რომ მას იმართებენ მიტინგის დაშლას. აი ეს ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული თვითმარმა, მე მას იმართებს მიტინგის დაშლას. და მე მინდა უთხრა იმ ახალგაზრდებს, ვისაც ჩვენი სული წავდა ის ხალხი, ვინც ვინც რატომაც ყველა ეპოქაში სწორია და სწორი იყო მაშინაც, როცა ქოცეი მოყვა სწორი იყო საქართველოს უჯერდე მხარს და 20 სწორი უნდა იყო და დანარჩენი ყველა 20 უნდა ყოფილიყო. ნუ ეხლა მათთან ივანიშვილი ტყუის, მაგრამ ბარემ სააკაშვილიც უნდა ყოფილდეს მასთან, ხო? სინამდვილეში როგორც რუსეთმა დაინახა, რომ ჩვენი რეფორმები არის წარმატებული, გახსნა ჯერ პირველი კონსერვა პატარკაციშვილის სახით. მან ამუშავა თელი თავის პროპაგანდისტული მანქანა და მოხდა ის არეულობები, რაც მოხდა ნოემბერში, ზუსტად ნატოს გენერალის დირექტორის ვიზიტის შემდეგ და ნატოს სამიტის წინ. შემთხვევით მოხდა იმ დროს. თავს ვისურვებ და რომ პარალელურად ვსწავლებ, რომ ნოემბერი და ნოემბერი ის იყო რუსების მიერ ორგანიზებული. რა თქმა უნდა, იყო ბევრი პროვოკაცია, იყო პროვოკაციას წამოგებაც და მე ვიმონახე პოლიტიკური პასუხი. ერთი წელი შემცირე საპრეზიდენტო ვადა, გადავდექი და წავედი ახალ არჩევნებზე, რომელიც ის მომით. ბაჟოს თბილისში წავედი. და ამას იმდენყვები, რომ
პოლიტიკური გამოსავალი ყოველთვის არსებობს პოლიტიკოსებისთვის. მე არც ფული ქონდა, არც დანაშაული უნდა ჩადენილი და ამიტომ თამამად მივიდოდი არჩევნებზე. ამათ იმდენი დანაშაული ჩადენილი. ამათ იმდენი ფული აქვს მოპარული, იმდენ ფიზიკურად ხედავ ამ ფულს. თორე მართლა სერიოზულად გონიათ, რომ ისინი რამე მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ. დაიმახსოვრეთ კარგად, საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, რაც ქართველი ხალხი პოტენციალს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონდზე. სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე როგორც ცნებილმა ხალხმა არ დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირ თავისუფალი არჩევნები საქართველოში ხდება. მაგრამ ეს დრო ძალიან მალე მოვა, იმიტომ რომ ივანიშვილი ვერ ხდება, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მაგრამ მას ქონია, რომ არაფერი არ მოხდა. ივლიან, ირბიანენ, დაიღლებიან, მოისყიდის, დაკანცავს, გამოფიტვის, გადაკიდებს და მე მაინც დარჩება წესრიგ. თავარი რაშიც იგი აკეთებს არის მის მათ ხარეს არ არის ინტელექტი. სხვა ჩვენს აი უკანო ვიკიპედია ეს არის ჩემი უნივერსიტეტის დიპლომის ერთი ნაწილი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი, სტრასბურგის უნივერსიტეტის სტრასბურგის ადამიანის კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს უკვე მაშინ მე ვიყავ ერთ-ერთი განსაკუთრებული, რომ ბევრი დიპლომი ყოლე, იშვიათი ცოტანი ვიყავ. ახლა პრაქტიკულად ყოველ მეორე ქართველს აქვს მიღებული განათლება. ძალიან ბევრი ქართველი არ თვალში გამოხდებული. რასთავია ხელი იარი აკეთებს იქით და თუ მარტო პროექტები და ის შპარაგუში ძალაზე რომ მიიყვანა პატარა ბავშვები 50-50 წლის საშუალო სოფლის გასაცი. ამიტომ სიტუაცია მარტივია. ვერ შეძლეს ვერც ნაძვისხისაზე იმოანთება, ვერც იმ სოფლის გახსნა. ხალხი საერთოდ არ აკავთ, იმიტომ როგორც წესი მაფიოზები და კრიმინალები არიან ძალიან შიში. ახლა ცდილობენ დააბრუნონ საქართველოს 90 წელს. ცდილობენ საქართველოს დააბრუნონ იქ, საიდანაც გამოვაცილეთ ყიდულები. გაგების საქართველოს ცდილობენ დააბრუნონ. ჩაცუშულების საქართველოს ცდილობენ დააბრუნონ. შევარდნების და მასკინიანების საქართველოს, ნიღბიანების საქართველოს ცდილობენ დააბრუნონ. იცით რატოზიო ციხეში, სწორედ იმის გამო იქიდან გამოგიყვანთ. იცით რატომ მათი განეს ციხეში? იატაკზე კრიმინალების ღრიანცელის და ფურთხების ქვეშ. იმიტომ რომ მაშინ გამოგაცრიეთ კრიმინალები. ჩემს თავდადებულ გუნდთან ერთად. და მე დაწინებული ვარ, რომ იქ მაინც ვერ შეგვიყვანა, ნუ კარი, ჩვენ ნანახებად სხვა ცხოვრება. კი, ძალიან დიდი უსამართლობა ხდება. სასამართლო პროცესი არის ამის ნათელი, მაგრამ ჩემი სოლიდარობა ყველა პოლიტიკას ძალიან მიყვარს ეს ხალხი და ძალიან უდგევარ მათ გვერდზე. მე მინდა თუ არ დაივიწყოთ ისიც, რომ ჩემი მიმართ საქმეა 100% არის შეცვლილი, თითიდან გამოწვეული და ჩვეულებრივ რუსეთის FSB-ს დერეფნებში არის ტექნიკა. და ძალიან ნუგია უჩეჩებ ხოლმე ფათაშორის რომ აკავშირი მე როდესაც იქნება. მეც სოციალური ადამიანი ვარ და მეც ჭირდება სამართლიანობა და სიმართლის უპოვება. და სამ წელიწადზე მეტი ხანი არ მინახია ზე ჩემის უფროს ხარ მისი გულისთვის გაგავაკეთე ისეთი რომ ასე ვიშებოდა კიდევ უნდა თუ სამუდამო პატიმრო რომ მისაჯო ამის გაზრდა ასე რომ მათულა საპატიმრობაში ხოდა თელი საქართველოს მე არა ვარ გამორაკლისი მეც იტაბი პატიმრობაში და ჩემ საქართველოს თითქმის პირდაპირ პატიმრობაში და შემდეგ რაღაცა მინდა ხო ასე მინდა იმართო ჩვენ უკრაინულ მეგობრებს Христос народился. Я хочу вернуть из своих украинских привычек и громадян. Я дуже з вами сумую.
Знаете, я тут візник Грузії, в полоні нашого загарбника спільня, але серцем своїм я в Україні, я дуже хвилююсь, тому що не можу більше допомогти Україні. Я пишу статті, я роблю речі, я користуюсь своїми контактами, які в мене залишилися багато цих контактів. Але цього недостатньо. Треба, щоб я був разом з вами, поряд з вами. Я тут в Візниці, а моя донька бомбосховище в Києві. І це теж мене вбиває. І хвилює також. Тобто, я вважаю, що найважчі дні вже пройшли. Дійсно, та Україна, яку ми звикли бачити, яку я провів свої найкращі роки, коли 15 років приїхав до Києва навчатись, та Україна вже не існує. Але народилась нова Україна. Через війну, через війну, через загибель найкращих українців. Але також через волю до перемоги і через велику волю до нормального майбутнього для кожного українця. Я частина цього. Тому я хочу привітати кожну українську родину із Різдвом і з Новим роком. Щоб цей рік був роком віри і перемоги. Роком щастя для кожної української родини. І роком його повернення до України також. Це моє бажання особисто. Ще раз вас вітаю, мої улюблені українці. Я хочу привітати всіх тих, хто мені надіслав нещодавно привітання з днем народження, всіх моїх друзів, адміністрацію президента України, міського голову друга, а також Віктора Ющенко, Кума, і інших, багатьох інших українців, членів Верховної Ради і всіх інших моїх друзів практично до дитинства. І я знаю, що Андрій Садовому хочу побажати, щоб він борився з цими викликами, які у нього є. Дуже впливають за Львов, також як за Одеси, також як за Києвом. Але я вважаю, що найкращі дні дуже швидко прийдуть. І вони дійсно будуть найкращі в історії нашої спільної вітчизни України. And I want to finally address the European Parliament and the international community. Georgia is struggling. Georgia is fighting for democracy. The only fear we have is the fear to be left alone by the international community. We are not afraid of water cannons or repressions or arrests. Indeed, I am a political prisoner for more than 3 years already for absolutely trumped-up charges. The only fear we have is that the international community will look the other way and will not continue to pay attention to us. But I'm very happy that we have Parliamentary Assembly of Council of Europe report just recently. Very good OSCE report. Amazing report by International Republican Institute. Joel's law in America, which basically is familiar with Georgia and is, you know, supporting the will for fight every Georgian. And of course, I have high expectations about the Trump administration. About President Trump, I and have tremendous respect for him.
as well as Marco Rubio, old friend, great freedom fighter, as well as Mike Turner, head of Intelligence Committee of the U.S. House of Representatives, Mike McCall, head of Foreign Affairs Committee, and all the other people of goodwill that understand what freedom is all about, and that it's worth standing up for it, even if it's in a remote country. Georgia shall stand strong, because if Georgia falls, if Georgia democracy falls, it will be a huge setback for American interests and also for the entire free world. So please, stay with us. Stay focused. Say words. Words do matter. Make sanctions, because sanctions are decisive. Let the bad guys feel the heat for their bad deeds and injustice. Injustice should not prevail. We will prevail as a nation. Freedom will prevail here, but it should not come at a very high, too high of a cost. And in that you can be of great help. I'm sure we will win. Aussi, je voudrais adresser à mes amis françaises, les journalistes françaises qui couvrent les événements en Géorgie très étroitement, et chaque article publié dans vos journaux vraiment nous donne cette inspiration et volonté de battre pour la liberté. Merci infiniment au président Macron. Je suis très reconnaissant à Madame Loiseau, Raphaël Glucksmann, mon ancien ami, tous les autres gens, M. Haddad, tous les autres qui, malgré toutes les difficultés en France, aussi trouvent le temps de s'occuper de la Géorgie. Et ensemble, nous allons réussir dans ce combat pour la liberté, pour l'avenir, pour l'Europe. Et merci aussi pour aider ma bataille personnelle pour ma liberté personnelle de cet emprisonnement politique absolument injuste. Et une prisonnière d'oligarches russes, du système russe. Mais je suis absolument convaincu que la victoire est très proche. Et on arrivera à ce point-là, ensemble. Merci la France. Nous sommes très reconnaissants. Et bon Noël, Noël année. Et les meilleurs souhaits de mon prison géorgien. Այս არის situația ძირითადად absurda. მე მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ მინდა ყველა ქართველს მიულოცო დამდეგი ახალი წელი, დამდეგი შობა, დამდგარიშობა და დამდეგი შობა. და იცოდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ვერაფერსაც ვერ დავაკლებს. მოწინააღმდეგე არის სუსტი და დამწყალი. და კედელთან მიყუჟულ და არ უნდა გამოუშვათ კედლიდან ახლა. უნდა ვიდგეთ მაგრა. უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი ფიქრიც კი. დაღლაზე ფიქრიც კი. ერთმანეთს მიბათ რაღაც სხვაზე ან სხვა ტიპის გაყოფაზე. ახლა არის ერთიანობის და შეტევის დრო. მართლა შეტევის და მართლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დრო, იმიტომ რომ ახლა უნდა დაგუჭიროს ხელიდან ეს რეჟიმი. საქართველოს ის ერთი ხელის გაწვევაზეა გამარჯვებაც, თავისუფლებაც, ევროპაც და კეთილდღეობა თითოეული ქართველისთვის. და მე მინდა უთხრა ყველას, ეს დრო ძალიან მალე დადგება. მართლა გვექნება
ხასიათი ხაშლამის ჯამისაც, ხასივის ჯამისაც, ელარჯის წევისაც, ხორუმის წევისაც. მაგრამ ყველაზე ამას ყველას წინას უნდა გამარჯვება. გამარჯვებას რაც ჭირდება, ნუ ან ჯერ და მოვიდეს ოლიგარქი და თვითონ დათანხმდეს ამ ყველაფერზე, ან და ჩვენ უნდა მივაკითხოთ და მის ვიგენის აკვარიუმთან გადავიღოთ სურათები. მაგრამ გამარჯვება იქნება. საქართველოს არ ჭირდება ექსესები, მაგრამ საქართველოს ჭირდება ბრძოლა გამარჯვება. და რაც საჭირო ამ გამარჯვებას ყველაფერი უნდა გაკეთდეს. აბა თქვენც.